Candace Wentz-ის ფანები მის წინააღმდეგ გამოდიან, იმიტომ რომ გახსოვთ, როცა მან ის აბსურდული დებატი ჩაატარა Andrew Wilson-თან, სადაც მოითხოვა, რომ საკუთარ სახლში ყოფილიყო და ასევე იყო დოლარის გადასახადი, რომელიც თავდაპირველად სურდა, რომ გაზრდილიყო დოლარამდე. კონტექსტისთვის, Andrew Wilson-მა Joe Rogan show-ზე ფაქტობრივად Candace Owens შესთავაზა ეს თანხა, რომ დებატში მიიღო მონაწილეობა და Candace-მა თქვა, არა, მე მაქვს ეს პირობები, უნდა იყოს 500,000, ბოლოს დათანხმდა 300,000-ზე. მან რეალურად გადაიღო ვიდეო სახელწოდებით როგორ ვხარჯავ ჩემს პულს და სურს გამოაცხადოს ლასაკეთებს თავისი ფულით. ამ ეტაპზე რაც გადავწყვიტე, გარდა იმისა, რომ ამ შაბათ-კვირას Waffle House-ში წავედი, არის ის, რომ მე ვიზრუნებ იმ ადამიანებზე, ვინც ჩემზე იზრუნა. რადგან ეს ორგანიზაცია ფოკუსირებულია აგზავნის ინფლუენსერებს, არის ამ ჯგუფური ჩატების განუყოფელი ნაწილი, რომლებიც ერთიანდებიან ერიკა კირკის დასაცავად. იმ ადამიანებისგან, რომლებმაც სცადეს, ჩვენი შვილები დაუცველად ეგრძნოთ თავი, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, გააზიარეს, მხარდაჭერა გამოუცხადეს. მე ვიზუნებ ამ ადამიანებზე, ისეთებზე როგორიც ჩემი და. თუ გსურთ ორგანიზაცია, რომელსაც მე ფულს გადავუხდი, ეს იქნება კათოლიკური ეკლესია. მღვდლები, რომლებმაც ემოციურად მომხედეს მაშინ, როცა ვიშლებოდი იმის გაცნობიერებით, რომ ჩარლი და ყველაფერი რისთვისაც ის იბრძოდა, მას უღალატეს. ხო, ასეა, ჩარლის უღალატეს. ეს ყველასთვის ნათელია. შენ ყოველდღე ღალატობ მას, როცა ასეთ რაღაცებს აკეთებ. შენ ღალატობ იმას, ვინც ის იყო. ხო, შენ. აღარ შემიძლია ამის მოსმენა, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, მართლა სჯერა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ის, რასაც ამბობს, აშკარა სისულელია, რაც მან წინასწარ მოიფიქრა, როგორ მოეტყუებინა ხალხი და ისტორია, უკეთესად გაეჟღერებინა. მაგრამ შეშლილია, მართლა, სრულად, კლინიკურად, სრულიად გიჟია. აი ვაპირებ მივადგე იმ ხალხს, ვინც მიჯერდა მხარს. იმიტომ რომ მე ასეთი. მე ასე ძალიან მინდოდა დაძინება. მე ვარ ის, ვინც ყველაზე ნაკლებად არის სხვებთან. ღმერთო ჩემო, Candace, წადი რამე საქმე გამონახე.